აშკარად ვიმყოფებით გადამწყვეტ ეტაპზე. მოლაპარაკებები იძენს ახალ იმპულსს და ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ არა იმიტომ, რომ არსებობს შფოთვის საფუძველი, არამედ იმიტომ, რომ როგორც იქნა ნამდვილი მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე ხელშესახებ შანსს მივახციეთ. უკრაინა მტკიცეა, რუსეთი შენელებულია, ევროპა კი უყრევი. თუმცა სტაბილური მშვიდობის აუცილებელი წინაპირობა არის უსაფრთხოების სანდო გარანტიების უზრუნველყოფა და არა მხოლოდ ქაღალდზე არსებულის. უკრაინას უწევდა დაპირებების მიღება, რომლებიც დაემსხვრა განგრძობითი რუსული აგრესიის შედეგად. ეს არის აუცილებელი და ვიტყოდი მსურველთა კოალიციის ძირითადი ამოცანა. I would say the core mission of this coalition of the willings. We all want to see, and these are the guiding principles, particularly in recent days. რისი ხილვაც ყველას გვინდა და განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში ეს არის სახელმძღვანელო პრინციპები. ეს ეხება უკრაინაში რუსული ბარბაროსობის დასრულებასა და მტკიცე და სამართლიანი მშვიდობის მიღწევას. როგორც მსურველთა კოალიციის ყველა კოლეგამ იცის, სწორედ ეს სიტყვები, სამართლიანი და მტკიცე არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. თუ კი რუსეთი დარწმუნდება, რომ ჩვენ სერიოზულად ვრეაგირებთ ნებისმიერ დარღვევაზე, მხოლოდ ამ შემთხვევაში გახდება ეს მტკიცე მშვიდობის საფუძველი. ბრწყინვალეა, რომ ამერიკა მიაღწია პროგრესს ბოლო დღეებში ამ დოკუმენტის შემუშავებაში.